აი ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, ჩვენი ქალაქები, ჩვენი ტექნოლოგიები, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, იცით საიდან იღებს სათავეს? ერთი წარმოუდგენლად გრძელი ეპოქიდან. მოდით დღეს ჩავუღრმავდეთ ქვის ხანას, იმ პერიოდს, რომელმაც ფაქტობრივად გამოგძერწა ჩვენ როგორც ადამიანები. უბრალოდ ერთი წამით დაფიქრდით ამ რიცხვზე. 2,5 მილიონი წელი. ამ მასშტაბთან შედარებით, ეგვიპტის პირამიდები, რომის იმპერია, მთელი ჩვენი დაწერილი ისტორია თვალის დახამხამებაა. ქვის ხანა ჩვენი ისტორიის 99%-ია. წარმოუდგენელია, არა? იმისთვის, რომ ამ გიგანტურ პერიოდში არ დავიკარგოთ, მოდით ჩვენი მოგზაურობა 5 მთავარ ეტაპად დავყოთ. დავიწყებთ სულ თავიდან, ქვის ხანის დასაწყისით. მერე ვნახავთ, როგორი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. შემდეგ კი ვისაუბრებთ დიდ რევოლუციაზე, პირველ საზოგადოებებზე და ბოლოს იმაზე, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ცივილიზაციას. დავიწყოთ. ყველაფერი იწყება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი, მაგრამ სინამდვილეში რევოლუციური მომენტით. აი ის მომენტი, როცა ჩვენი წინაპარი ხელში იღებს ქვას და ხვდება, რომ ეს უბრალოდ ქვა კი არა, იარაღია. სწორედ აქ იცვლება თამაშის წესები. მაშ, რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ ქვის ხანას? ეს არის ეპოქა, როდესაც კაცობრიობის მთავარი ტექნოლოგია იყო ქვა. სწორედ ქვის დამუშავების უნარმა, აი ამ იდეამ, რომ შეგიძლია ბუნებრივი ობიექტი აიღო და იარაღად აქციო, გამოგვიყვა ჩვენ ცხოველთა სამყაროსგან. ეს უზარმაზარი პერიოდი, თითქოს სამმოქმედებიანი პიესა იყოს, შეგვიძლია 3 დიდ ნაწილად დავუყოთ. პალეოლითი, ანუ ძველი ქვის ხანა, მეზოლითი, შუა ქვის ხანა და ნეოლითი, ახალი ქვის ხანა. თითოეული მათგანი ჩვენი წინაპრების განვითარების სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. გადავინაცვლოთ პალეოლითში. ეს არის ასე ვთქვათ კაცობრიობის ბავშვობა, ძალიან გრძელი და სასტიკი ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც მთავარი იარაღი არა უბრალოდ ქვა, არამედ იცით რა იყო? ინოვაცია. აი ეს ქრონოლოგია კარგად გვიჩვენებს, რა ნახტომებს ვაკეთებდით. ყველაფერი იწყება უმარტივესი ქვის იარაღებით. შემდეგ ადამიანი ეუფლება ცეცხლს, იწყებს ლაპარაკს, მაგრამ ერთი წუთით, შეხედეთ აქ, დაახლოებით 75,000 წლის წინ. ვულკან ტობას კატასტროფულმა ამოფრქვევამ კაცობრიობა ფაქტობრივად გადაშენების პირას მიიყვანა. წარმოუდგინეთ, სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე 1000 ადამიანი გადარჩა მთელ პლანეტაზე. და სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ გადარჩენილები თითქოს ახალ საფეხურზე ადიან, ქმნიან პირველ ხელოვნებას და ნავებსაც კი. წარმოიდგინეთ, რამხელა ცვლილობას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ქვის იარაღი ნადირობას ბევრად უსაფრთხოს და ეფექტურს ხდიდა. ცეცხლი კი, ცეცხლის სრული რევოლუცია იყო. სითბო, მტაცებლებისგან დაცვა და რაც მთავარია, საკვების მომზადების უნარი, რაც მეტ ენერგიას გვაძლევდა ტვინის განვითარებისთვის. ტანსაცმელმა კი საშუალება მოგვეცა, ცივ კლიმატს გაუმკლავებოდით და მთელ პლანეტაზე გავფანტულიყავით. ახლა კი მივადექით კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდ გარდატეხას, ნეოლითური რევოლუცია. ეს არ არის უბრალოდ პროგრესი, ეს არის მომენტი, რომელმაც ადამიანისა და პლანეტის ურთიერთობა სამუდამოდ შეცვალა. უბრალოდ ნახეთ, რა დონის ცვლილებაზეა საუბარი. 1000 წლების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების წესი იყო მომთაბარეობა, მუდმივი მოძრაობა საკვების საძებნელად, ნადირობა, შემგროვებლობა. ახლა კი ისტორიაში პირველად ჩვენ ვსწავლობთ ერთ ადგილას დასახლებას და საკვების თავად წარმოებას. ეს ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს. და, რა თქმა უნდა, ამ რევოლუციას თავისი იარაღები ჰქონდა. გაბრიალებული, უფრო დახვეწილი ქვის იარაღები მიწის დამუშავებას აადვილებდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ცხოველების მოშინაურება. ეს იყო არა მხოლოდ ხორცისა და რძის სტაბილური წყარო, არამედ ფაქტობრივად პირველი ცოცხალი ტრაქტორი და ტრანსპორტი. მიწათმოქმედებამ ადამიანები ერთ ადგილას დაამკვიდრა. და როცა ადამიანები ერთად იწყებენ ცხოვრებას, ამას რა თქმა უნდა მოყვება უდიდესი სოციალური ცვლილებები. სწორედ აქ იწყება სრულიად ახალი ტიპის, ადამიანური საზოგადოების ფორმირება. წარმოიდგინეთ, როგორ რთულდებოდა სოციალური სტრუქტურა. თუ ადრე მთავარი ერთეული მონადირეთა პატარა ჯგუფი იყო, ახლა უკვე ვხედავთ სოციალური ორგანიზების ფენებს. ყველაფერი იწყება ოჯახით, შემდეგ რამდენიმე მონათესავე ოჯახი ქმნის გვარს, გვარები ერთიანდებიან თემებად და ბოლოს ტომებად, რომლებიც უკვე პოლიტიკურ ერთეულებსაც კი წარმოადგენდნენ. თუმცა, ამ პროგრესს თავისი ბნელი მხარეც ჰქონდა. ისტორიაში პირველად გაჩნდა სიმდიდრე, საკვების მარაგი, მოსავალი და სადაც სიმდიდრეა, იქ სამწუხაროდ ჩნდება უთანასწორობა და კონფლიქტი.
ზოგი თემის ხვებზე უფრო წარმატებული იყო, რაც ძარცვისა და ომების მიზეზი ხდებოდა. და სწორედ ამიტომ დაიწყეს ადამიანებმა თავდაცვითი გალავნების შენება, ცივილიზაციის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ანუ ამ ახალ რთულ სამყაროს მართვა სჭირდებოდა. ასე გაჩნდა მართლობის პირველი ფორმებიც. ყოველდღიურ ცხოვრებას და დავებს ყველაზე გამოცდილი და პატივცემული უხუცესები წყვეტდნენ, ხოლო ომის დროს ლიდერობას ყველაზე ძლიერი და მამაცი მეომრები, ბელადები იღებდნენ საკუთარ თავზე. კარგი, ახლა მოდით ეს ყველაფერი ერთად შევკრათ და ვნახოთ, როგორ აისახა ნეოლიტის ეპოქა ჩვენს თანამედროვეობაზე. ფაქტია, რომ იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თითქმის ყველაფერს, რასაც დღეს ჩვენ ცივილიზაციას უწოდებთ. და აი, ყველაზე მთავარი. როდესაც ყველას აღარ უწევდა დილიდან საღამომდე საკვების მოპოვებაზე ფიქრი, კაცობრიობამ მიიღო უდიდესი საჩუქარი, თავისუფალი დრო. სწორედ ამ თავისუფალმა დრომ შუა ხელოსნობა, მმართველობის სისტემები, რთული რელიგია და მეცნიერების პირველი ჩანასახებიც კი, მაგალითად, კალენდარი, რომელიც მოსავლის დათესვისა და აღებისთვის იყო საჭირო. ცივილიზაცია სწორედ ამ თავისუფალი დროის პროდუქტია. რა თქმა უნდა, მათი სამყარო რელიგიით იყო გაჟღენთილი. ისინი ბუნების ძალებს ეთაყვანებოდნენ მზეს, წვიმას, მიწას, ანუ ყველაფერს, რაზეც მათი მოსავალი და შესაბამისად სიცოცხლე იყო დამოკიდებული. რიტუალები და მსხვერპლ შეწირვა მათი მცდელობა იყო ეკონტროლებინათ ეს ქაოტური სამყარო. ხოლო ის ფაქტი, რომ წინაპრებს სახლის იატაკის ქვეშ კრძალავდნენ, გვიჩვენებს, რომ მათ ჯეროდათ საიქიო ცხოვრების და სულების მფარველობის. და აი მთავარი დასკვნა. რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ნეოლიტის ხანაში მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ რეალობას. ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა, ჩვენი ქალაქები, ჩვენი პრობლემებიც კი სწორედ მაშინ დაიბადა. და ბოლოს, მინდა დაგთხოვოთ ამ კითხვასთან. ნეოლითურმა რევოლუციამ დიახ, მოგცა უსაფრთხოება და საკვების სტაბილურობა, მაგრამ ამის ფასად ჩვენ მიწაზე და ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით. მაშ, საბოლოო ჯამში გაგვათავისუფლა თუ დაგვამონა ამ უდიდესმა პროგრესმა? პასუხი ალბათ არც ისე მარტივია.